აი ამ ყოველდღიურ რეჟიმში მათ წინააღმდეგ ბრძოლას. ამ წუთებში მისით ერთი რომ არც პროცესები არის საბოლოოში დაყოფილების შეყვანილი და ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს. ხო, დაინტერესებია ანუ როგორც ეს ახალი კანონი ახალი ძალების შედგენაში და ახალი პოლიტპატიმრები რეალდება საქართველოს. როგორც წინა ეგრეთ წოდებული კანონებმა და კობახის დაჯგუფებულმა რაღაცა კანონებმა არ შევაშინეს ადამიანები, ისე საქართველოს მოქალაქეები ვერ შეშინდებიან აი ამ რაღაცა კონკურენტების კომისიაში და რაღაცა ეგრეთ წოდებული აკრძალვების სულად აბსურდული და გიზური აკრძალვები. მეგობრებო, ერაკლი თქვენ უნდა თვითონ რეპრესიული კანონის გარდა ჩვენ ვხედავთ რა ვითარება საქართველოში, როგორც ქვეყანას აშენებს კობახიძე და რეჟიმი, ზოგადად ივანიშვილის რეჟიმი, თვითონ კი მიდიან ისეთ ტოტალიტარული ხასიათის ქვეყნებში, სადაც დიქტატორთა კულტში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, ქვეყნის მთავართან საერთო მაგიდებას ხდებიან და აქ კიდე ასეთი მესიჯებია, რომ პრემიერი არის ახლა იქ, სადაც ქვეყნის მომავალი ბედი ხდებაო, ეს უისკრიბოს რა მედია. რა შეიძლება გადაწყვეტს ახლა აშხაბაძის პუტინთან და ბანგული მუხამედოვის გამომავლებთან. ხო, მოგესალმებით, პირველად რაც შეეხება ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა საკონფერენციო კონფერენციას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ფაქტორი. ვადიმ პუტინის გამოსვლა, რომელიც აშხაბაძეებს ჩვენ ამ გამოსვლაში პუბლიკურად ახალი წესრიგი დაანოცა პრაქტიკულად. კი ბატონო და ყველაზე მნიშვნელოვანი არის აშხაბაძე როგორც ახალი მიუნხენი შეიძლება ვთქვათ. კი ბატონო და აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა პუტინმა ხო ასეთი რა რეგიონალური კომიტეტის უდიდესი უნარული მსხვერპლის ფონია და იმ ადამიანები მარტივად მისცემენ შემოიღება უნდა მასაკობრივი მარტივად իրაკო ყოფილი თუ უნდა რომ ეს უძღვება შეახერხოს მეგობრებო ქვეყანა მაშინ მას უნდა ყოლოს გამოცხადებული ნეიტრალიტეტი ანუ ამ ხალხის შეკრების საერთოდ პოლიტიკური საფუძველი ყოლისო თუ ვინმე თქვენ რომ იყო კარგად რომ არანაირი პრობლემა არ შეგვეცა მით უმეტეს რეგულარული გამოიყენოს პროცედურა ზოგადად უცებ კომისიის სამსახურის შემდგომად ამ საჭირო გამოცხადოს ნეიტრალიტეტი და რა და შენი მონაწილეობა ჩვენო საყვარელო მეუღლე, მამა, ბაბუა, ძმაო და ბიჭა. 13 დეკემბერს ეს წელი გავა შენი გარდაცვალებიდან. პირველი და შენი მონაწილეობა მეუღლე მუსიკო, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, დები, ძმები, ძიშვილები და ძმისშვილები. ძალიან გვაქიხარ და გვენაცდები. ვერ ვეგუებით მშენობას, შენი სიტყვაზე და სიყვარულის მოგლებას. ძალიან გვიყვით იმის გაფიქრება, რომ შენ არასოდეს არ იქნები შენს ოჯახში, ჩვენს გვერდით და ვერ გავიგებ ჩვენს ომახიანობას. შენთვის ყოველდღე ოჯახზე, მეუღლეზე, შვილებზე, შვილიშვილებზე, შვილთაშვილებზე და ახლობლებზე სრულმედი იწყებოდა. დასასტიკია ბედი, რომელმაც შენი თავი წაგვარტყა სიკვდილმა, დაუფალმა მიიბარა შენი ულამაზი და კეთილი სული. შენ ხომ ოჯახის ძლიერი საფრთხენი იყავი, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს, ენატრებად კეთილი და მოსიყვარული ბაბუა და დიდი ბაბუა. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით ჩვენო საყვარელო ბაბუ, როგორ იხავ კეთილი და მოსიყვარული ბაბუა და დიდი ბაბუა. შენ საფრთხეს არასოდეს მოაკვდება თაფლის ანთლები და ყვავილები. ჩვენი ხელით მოტანილი ყვავილები არასოდეს დაჩქნება შენ საფრთხეზე. ჩვენმა დიდმა სიყვარულმა, მონატრებამ და დამთებულმა სახლებმა გაგინაცოს გზა მარადისობისაკენ. ხვალ მოვაქვს შენ საფრთხეზე, ყვავილების მოგირთობ შენ სამუდამო განსასვენებელს. პატივს მივაგებ შენ საფრთხოვნას და შეგაგონი ვთქვით შენი სულის შესანდობარ სათმისებას. გათელში იყო შენი ლამაზი სული და უფალმა დაგემკვიდრო საუკუნო სასუფეველი. იქ სადაც მართალი განისვენებენ. ნათელი შენს ხსოვნას, ჩვენო საყვარელო მეუღლე, მამა და ბაბუა, ოჯახი. რუბრიკის გაიგერა და მეტაშას მუნიციპალიტეტში ფარგლებში ამჯერად უშეფატის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს განაცხადებს. ამ ეტაპზე სენატის მუნიციპალიტეტის უშეფატის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში, უშეფატში, ლეგოგინესა და ლეგოკაიეში სახელმწიფო ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით
სტრასბურგმა დაადასტურა პედაგოგების მაპატიას გაწყვეტილებას ეს არის დროას ოფისის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს მანქანის ჩხრეკა, როგორც ნათიამ უკვე თქვა და გაჩხრიკეს უკვე სავარაუდოდ პოლიტიკოსი გიგა ლემონჯავა დროას აღმასრულებელი. ამასთან სამხრები პირდაპირ ბოლოსინა ახლა ხმოვანი. დაკავებულია არქიტექტურით, ნენე გაბლაია და პოლიცია ცვლილებისთვის წევრი ნოდარ ჩაჩანიძე დროადან გამოსული გიგა ლემონჯავაკი საპატრულო პოლიციის ჩხრეკის ობიექტი გახდა. ამ მომენტში ჩვენ ვხედავთ როგორ ჩხრეკენ გიგა ლემონჯავას. Adilzia media, ჩვენი გადამღების ჯგუფი და როგორც კი შეუძლიათ ჩვენ ეთერში შემოვიყვანს თავად გიგა ლემონჯავის. Poi ragazzi, reidების პრაქტიკა დააბრუნეს, ხო ირაკლი, როგორც ხედავთ, არტიდან გამოსული პოლიტიკოსები პირდაპირ ჩხრეკის ობიექტი. ხო, არა, ეს რა მე გავაგზავნებდი ჩხრეკის ობიექტები ან გიგა ლემონჯავა ჩვენ მათ შემოვიყვანთ პედაგოგიაში ვხედავთ გიგას, რომლის ჩხრეკაც მიმდინარეობს. ამიტომ შეუძლებელია პედაგოგიაში ჩავხოთ. რაც უკავშირდება ეს ჩხრეკა, რა გახდა ამის მიზეზი ოფიცით ნათიასთან, რომ ოფისიდან გამოვიდა თუ არა პოლიტიკოსი, მაშინვე მასთან მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და დაიწყეს პოლიტიკოსის ჩხრეკის ოპერაცია. თანამშრომელი ვერ ასაბუთებს ჩხრეკის მიზეზს და რეპლიკიდან გამომდინარე მივხვდი, რომ გიგა ლემონჯავა ჩხრეკა დასრულებულია ახლა დროას ყუათანა პარტიელების ჩხრეკის ოპერაცია. რესპუბლიკის მოედანზე იგეგმება ზუსტად 8 საათზე საპროტესტო აქცია, სადაც ხალხს გამოსვლისკენ მოუწოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც დღეს მაქსიმალურად ბევრი უნდა ვიყოთ, რომ დავანახოთ
არალეგიტიმურ რეჟიმს, ივანიშვილის რეჟიმს და პუტინის მარიონეტებს, რომ არავის ეშინია მათი არც რეპრესიული პოლიტიკის და არც პუტინთან საერთო მაგიდებზე ჩვენის ასეთი არის ახლა ოპოზიციის საერთო გზავნილი ხედავს შრედის ოპერაციას, როგორც უკვე გითხარით და მწუნვალე იქნებ შესაძლებელი იყოს, რომ ტელეფონით მაინც ჩავხდეს პირდაპირ ეთერში ვიდეო მომჯავა ის საუბრობს ახლა ტელეფონზე, როგორც ხედავთ, აქვეა თენგო კითხაძე, პოლიციის წინების ეთნიკურებში. koalitsiyis ofisi, duas ofisi, da yürüyor, susuz da politsiyis açılıyor. აუცილებლად ჩავთავთ პირდაპირ ეთერში იმ ადამიანებს, ვის წინააღმდეგაც ჩემი აზრით უკანონო შრედის ოპერაცია ჩატარდა სულ რამდენიმე წუთით, თუმცა პირდაპირ ეთერში ვნახეთ და გავაგრძელებ საუბარს ჩემს სტუმრებთან ერთად, ნათია, ირაკლი და ვნახეთ ახლა ჩვენ